დავფინოთ სარეცხი, შუადღე მშვიდობის ხალხო, მივახოხიალებ, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა და ამის ამწევი ხა მე ნამდვილად არა ვარ. სახლში არ არიან აქ მაღლა, მამაც არ არის, დედა ისედაც არ არის სოფელშია. ხო და ეს ღუნღული კი ჩავიცვი, იმიტომ რომ გარეთ უნდა გავიდე და დავფინო. თან აი ამ დაბანილი თავით სად გავდივარ არ ვიცი. მაგრამ მოდი იმის იმედად ვიყოთ რომ მზეა გარეთ. უბრალოდ იყო ჩავიდა რა ვიცი. როგორ ხართ ხალხო რა შვებით? აი ამას კი ხედავთ უკან რაც ხდება. ყველაფერი დარეცხილია სახლში, ეს გადასაფარებლები. აი შენახული გადასაფარებლები თორე ის რაც ისედაც ვიყენებდით ის თავისთავად გარეცხილია. ხო და ოხსანზე უტყავს აქედან კი არ და შუქი. ხო და მოკლედ ფაქტობრივად დავასრულეთ შენახული რაღაცების დარეცხვა ეს იყო ბოლო რაც ხა ვკრიფეთ. ხო და ჩაოლებრივი სარეცხი უნდა დავფინო ახლა. აი მე რას გავარ? ხო არ იცით რა ხდება ჩემი თავში. მოკლედ ძალიან არის ჩემი ქმარი გაბრაზებული და არა მხოლოდ ჩემი ქმარი, რატომ გავარ კაკადუს დღეს? გავფუჭდა ახალი ნაყიდი ტელეფონი, რომელიც შევიძინეთ Zoom-ერში და დაახლოებით 1000 ლარამდე დაჭდა. 7 დღეა უკვე მიტანილი გვაქვს და მადლობა ღმერთს რომ გარანტია აქვს ჯერჯერობით. 7 დღის მანძილზე არავინ გამოგვეხმაურა, თუმცა უნდა აღვნიშნო Zoom-ერის უპასუხისმგებლობა. რამდენიმე დღე ვწერდით სოციალურ ქსელში, მაგრამ საერთოდ არ ნახულობენ, არც კი სინავენ მიწერილებს, რაც ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა და ამ ხელა რაღაცა კომპანია რო ხარ, მინიმუმ ადმინი უნდა ყავდეს, რომელიც უპასუხებს მიწერილ SMS-ებს. ხო და მოკლედ არავინ არ გვიპასუხა და წავიღეთ გარანტიაზე აწერია სადღა მიიტანო მოკლედ. სადღაც ბუკიას ბაღის მაღლა. ჩემ სახელზე იყო გარანტია და ყველაფერი, ამიტომ აი ჩავარდნილი რო ვიყავი ეგ პერიოდი იყო და ვერ წავიღებდი და ჩემო ქმარმა წაიღო ყველაფერი საბუთები. მოკლედ გავიდა 7 დღე მიტანიდან და დღეს უთხრეს რომ იციო რა არისო 7 დღეში დაახლოებით ინფორმაციას მიიღებო ხო და შეიძლება რაღაც ერთი ნაწილიც გქონდეს რომ 1 და 2 თვეც მოგიწიოთ ლოდინიო. ხო რა ვიცი ხა 1000 ლარიანი ტელეფონი რატომ უნდა გავუჭდეს 2 თვეში ვინმე მამიხსენით რომ ეს არ დავარდნილა არ ქონია ისეთიო ხა ჩემნაირ დატვირთვა როგორც ჩემსაც აქვს დატვირთვა და ჩემმა მეუღლემ მითხრა რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო ვისაც მათ შორის iPhone-ები ქონდათო ახალი მიტანილიო ერთი გოგო იყოვო რამდენიმე დღეა ნაყიდი მაქვს და მოკლედ გაფუჭდა და გამოუცვალეს. ანუ რამდენიმე დღეში თუ მიიტანას შეუძლიათ რომ გამოცვალონ. ეხლა წარმოვიდგინეთ ლამის 4000 რო გადაიხადა ადამიანმა და უკვე რო გასული აქვს მიბრუნების დრო და რო გაგიკეთებენ 4000 და შეიძლება მალევეც რო გაგიფუჭდეს. ანუ ხო და მიუხედავად იმისა რომ Zoom-ers უფრო დაბალი ფასი აქვს ვიდრე Alta-ს მითხრეს რომ Zoom-ერში უფრო დაბალი ხარისხია. არ ვიცი ხა რამდენი მართალია, თუმცა ფაქტი ერთია რომ ახალი ნაყიდი ტელეფონი გაგვიფუჭდა და იქ ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მათ შორის ვისაც ახალი ნაყიდი ჰქონდა და ცოტა ვერ გავიგე ახლა 4000 რო იხდი 3000 თუნდაც 1000 რატო უნდა გაგიფუჭდეს 2 თვეში თან ისე რომ არც იციან გაკეთდება თუ არ გაკეთდება. აი ხო არ ვიცი, ცოტა უცნაური ამბავია. ძალიან არის ჩემი ქმარი გაბრაზებული, არ უნდათ სხვა ტელეფონის მიცემა, ახლის არა რა თქმა უნდა. აი რო იაროს და მიკონტაქტოს ადამიანმა არ მაქვს ჩემ ქმარმა უთხრა და ახლა ტელეფონით ვერ ვიქნებიო და რაღაცა გამოატანეს, არ ვიცი. რაც დროებით ექნება. ხო და ვნახოთ. დიდი ალბათობით რაღაც ისეთია გაფუჭებული, რასაც ვერ აკეთებენ. თორე აქამდე გააკეთებდნენ, ასე ვფიქრობ. და ზოგადად
ახალი ნაყიდი რო ასე გიფუჭდება, ესე იგი ცუდად არის შენი საქმე. არ ვიცი, მოკლედ ძალიან ვარ გაბრაზებული. ხა ნახეთ, საფიქრალი რა გამიჩნდა, რომ დაზღვეული მოდი ხო თქვა არც ერთ მაღაზიაში არ ხარ, მაგრამ ნუ რასაც ხალხი ლაპარაკობს იმას ვამბობ. მაგალითად მე რო ვიყიდო და გამიფუჭდეს ეს შედის 3000 ლარიანი და 4000 ლარიანი. აი არ ვიცი. მერე ჩემი დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს ზუმერი, ხო და არ ვიცი რა ვქნა, მოკლედ. თქვენი გამოცდილება გამიზიარეთ, ძალიან გვჭირდება. მე ძალიან მჭირდება თქვენი გამოცდილება. აი რატო უნდა გაფუჭებულიყო ხალხო ორ თვეში ტელეფონი, რატო ახალი გამოდის რომ ეს არ არის ახალი რაღაცა გაკეთებული, შემოსწორებულებს ხიდით ზუმერი, მაგით გაქვთ 100 ლარით ნაკლები სხვა მაღაზიასთან თუ როგორ არის საქმე? პასუხს არავინ გვცემს. დუმან. ეს კიდე ცალკე სითავხედია, რომ პასუხს არ გცემენ, მაგრამ მოვალ მე მათ. მე მგონი მომიწევს, იმიტომ რომ რა ვიცი. რაღაც ვერ გავიგეთ რა ხდება, რადგან განმოდება ჩემზეა და ყველაფერი, ალბათ მე მომიწევს მისულა, ვერ გიტყვით, მაგრამ რა იშველება ჩვენს ტელეფონს არ ვიცი. ასეთი დაბალი ხარისხი აქვს ზუმერს, რომ არ ვიცი. დავფინოთ არც. რაისმზე ჩასულა დამბალი. რაღაცა კარგად ვერ გაწურვა და ცოტა ის არის, რა ქვია, სველი ბევრადთან. გუშინ ვიყიდე სარეცხის საბჭი. 3 უკვე გადავყარე. რა ხდება ჩემ თავს არ ვიცი. ყველაფერი მე როგორ უნდა მიტყდებოდეს და მიფუჭდებოდეს. შორის ძალიან არ შემცირდება. დავასრულეთ ჩვენი დაფერი. დღეს არის ჩემი ძვირფასი გენოს წლისთავი.
იმ უსაშინლესი დღიდან გავიდა 1 წელი. ჩვენი ყველაზე დიდი მონატრება, დიდი ტკივილი, დიდი ყველაფერი, აი არ ვიცი, ხა თქვენ კარგად იცით გენო ჩემთვის რა და როგორ და რანაირად. რა მალე გადის დრო. ისეთი ღია ხალხო ეს ჭრილობა, რომ რა მალე გადის დრო. ანუ ისეთი ღია ჯერ ისევ, რომ თითქოს უკვე დიდი დრო გავიდა და მოიხედავ და რა ჯერ 1 წელი გავიდა. აი თან ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა, ესე ჩემთვის არ მინდა ამაზე ფიქრი და დიდი დრო გავიდა და ამ დროს 1 წელი გავიდა, მაგრამ რა მალე გავიდა, ანუ მაგაზია ლაპარაკი, რომ რა მალე გადის დრო. ანუ მოიხედავ და ნახევარი ცხოვრება უკვე გავიდა, გასულია უკვე რა. შევაგდოთ ჩვენი არიელის ბალიში, გიშტები როგორი ბუთქუც უნდა ჩემსავით. ვაიმე, ამ უბედურს ვეძებდი დაბლა და სად ყოფილა აქ? რატო არ სწორდები შვილო? რა ლამაზია და ვინ გაჩუქა ეგენი? ნანინდანიანმა. ვინდა? ნანინდანიანმა. ჯანიანმა? ჯაიანმა დედა? ხო. მოგეწონა მერე? ხო. ვინ ვარ მე? სენაღა დაღატული. დახატული ვარ? ჩავალაგოთ მოჭრილი ყვავილები, რაც ჯერ ისე კარგად გრძნობს თავს და ჩავალაგოთ ჩემს საყვარელ საყვავილეში. მანსა. რატონო? ეს უალაგე. რატო დე? კარგია რომ ჩაალა. კარგია და რატო არ არის კარგი? ასე გადავაგდებდე ქაღალდში და მე აღარ მექნება ხელში ქაღალდი. და ნაგავში გადავაგდებ ქაღალდს. იქ მე რომ ხვატო ჯობია ეგ გადავაგდებ. Okay. Sydney, okay. კობა გაიგე რა მითხრა? შენი ოკეი ჩაქრაო. წითელი ვანცა. ვანცა ეგ ჩემის ფერია. ეს ნახატი, რომელიც დედამ ჩამოგვიტანა საბერძნეთიდან ფოტოზე, რომელზეც ვიყავით მე და მარიამი, გადმოიტანა ნახატად. ხოდა აი ასე. ოღო, ჩემს მიტანა საბერძნეთიდან და ეს გადავყავით. მოგცე? მოსუნი აბა. კარგი შუნია. კარგი შუნია.
უცებ ჩავშუშოთ ხვიძლი. წვანილი. სუნელები. და რა თქმა უნდა მარილი. Opa. დავაპნიეთ. განცადია. დავჭრათ ხვიცლი. ნაწილი უკვე დაჭრილია, ნაწილი არც იყო დასაჭრელი. ცოტაა ბევრი არ გვაქვს, ამიტომ უცებ მოვრჩეთ. ეს დაფა გახსოვთ ცეცხლი რო წაეკიდა. რატო არ გამოვიღე ახლა მეორე დაფა არ ვიცი დიდი. და რატო ვწვალობ ამას? არ ვიცი. ის დაფა აუცილებლად უნდა გაირეცხოს გოგოებო და მოშორდეს ყველა ნადები და ეს დარჩენილი რაღაცები. გავრეცხოთ და დაგიბრუნდებით. ასე ავანთოთ გაზი. ახლა მომზადებდე და დავასხამთ ზეთი. კარგი გოგო ხარ და მადლობ. ოპა. დაინე ფოტოში. დავჭერათ მწარესი ხახვი. აი ისეთი მწარია, რომ არ ვიცი. არ ვჭრი წვრილად, ვჭრი ესეთ მოგრძო ზომებად. როგორც იქნა მზე გამოვიდა და იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა სხვაგანაც გამოვა და დაადნობს ამ ხელა თოლს. მაგრამ მეორე საშიშროება არის უკვე როგორც აცხადებენ ის რომ სამხელა ნიაღურების საგწავა. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, იმედი მაქვს რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ჩვენი სამშობლო სამსახური მოხალისეები ყველა ერთად დავძლევთ რაღაცნაირად ამ პრობლემას. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. და იმედი მაქვს რომ საჭირო ტექნიკასაც ნელ-ნელა შევიძენთ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ მოულოდნელად ხდება ხოლმე აი ასეთი საშიშროება. ასევე გავუკეთოთ ხახვი, ვანილები, მიორი, იტაკა და საკმარისი. მარიკო დაანებე თავი და შეეშვი. თვითონ გოგოები. ვერაფრით ვერ დავჭერი ხალხათმანით მწვანილი. ვერაფრით. ამიტომ დავჭერათ ხალხათმანოთ. პრინციპში ხალხათმანი უფრო ხორცისთვის და ხახვისთვის გავიგეთ. ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ასე არ ვიწვალო და რატო შვები ხოლმე აი ვერ გავიგე. ვისთვის მასიქის ჩოფერიან რა ვიცი რაც მაქვს ყველაფერი ვისთვის მაქვს არ ვიცი.
მოვუყურებთ. ასე რა. ცოტა მეტი. მოხაროთ დაღებული ცეცაკამ. მოყავთ და ქიმიცი. დავყაროთ და უცხოც არი. თუ მეტყვით რომ ეს სუნელები არ უნდაო, გავიგებ მაგასაც არ მოგებთ. ეს დავაყაროთ. ეს არის პილპილი და მარილი ერთად. შენ რომელი გმირები გინდა რომ მოვიდნენ? ეხლა ნახეთ რამდენს ჩამოთვლის. რომელი გმირები გინდა შენთან მოვიდნენ? კიდე მინდა ხელახის დაბასტიბულდა. კიდე მინდა ზოძებნა და მიკი მაუსი. აი, ბევრი ხო არ არის? კი არიან რა თქმა უნდა დაიძინე მე მგონი არ უხებენ უსახია კაი არ დავრეკავ რა ასრები ჩამოთვალა ერთი 5 და ყველაზე მეტად რომელი გინდა? აი, ყველაზე მეტად. რომელი? ხო. ხელახის დაბასტიბულდა და მიკი მაუსი. და ერთი ამოირჩია, 2. მიკი მაუსი და ხელახის. ნუი ხელახის სოფი. შემაშფოთებლად ბევრია.
გრის. და არის და აიდე. ვის არ სალია? ვის არ სალია და? არა, სად არიან წასულები? შენ ხობი მგინდა ბურთებში და? შენს გინდა ხო ბურთებში? აჰა. ვის სულ ეყავდა? გესმი? დასრულდა ჩვენი ხვიცრიც. როდის და და გოგოებო გუში რომ სარწყის კაფსულები გაჩვენეთ არაფრად არ ვარ და პირიქით ისეთი საშინელი სუნი მისცა სარწყს თავიდან დავრეცხე არ მომეწონა მეორედ აღარ ვიყიდი და იგივეს გირჩევთ თუმცა რა ვიცი ჯობია რომ დატესტოთ თქვენს თუ მოგინდებათ მაგრამ მე არ მომეწონა რაც შეხება ფჩხილებს დაგრძელება არ მაქვს შლა კი მაქვს ჩემს ფშხილზე გაკეთებული
ასე რომ გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ხო, თიენდელშია გაკეთებული, ვისაც და გაინტერესებთ კიდევ ერთხელ მე რო გავიმეორო ხათოსთან, იმიტომ რომ ორი ყავთ და პირველ სართულზეა ხათო. გემშვიდობებით, მადლობა ვინც მიყურეთ. მოგესალმებით მეგობრებო, მოკეთ გადავწყვიტე ვისაუბრო Facebook-ზე დოდონას ბლოგზე, რომელიც მეკუთვნის მე, იუმორისტული ბლოგი. ყველაზე ხშირად როდის ხდება ჩემთან კატასტროფული ლანძღვა გეტყვით, როცა თემა ეხება დედამთილებს, რძლებს, სმულებს, მასლებს, მამამთილებს, ანუ ყველაზე დიდი ომი და შეტაკებები იწყება ხოლმე ასე დროს, როცა ნახსენებია უკვე ვინც ჩამოვთვალე. რამდენიმე დღეს წინ დავდე ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ ბრძალომე ბავშვებზე ბრმანაწლავი მისკდება თქო და სხვის ბავშვებს მე ვერ გავზრდით თქო. და ვერ აგიხსნით რამდენი კომენტარი დაიწერა. სხვადასხვა პორტალები დაათრევენ ამ ჩემს ვიდეოს და მლანძღავს ხალხი ისე რომ აი არ ვიცი მართლა როგორ შეგიძლიათ ხალხოს სხვისი ასე ლანძღვა არ ვიცი მე უბრალოდ არ ვიცი რამდენად შეგიძლიათ იკადროთ ამ დონემდე სხვისი განადგურება და გაცამტვერება ან როგორ ვერ ხვდებით რომ ეს არის ხუმრობა და მოდი ხუმრობას თავი დავანებოთ მე როგორც გვანცა ნამდვილად ასე ვფიქრობ ბრმანაწლავი რო არ მისკდება გასაგებია ბავშვებზე მაგრამ ვერავის შვილს ვერ გავზრდი და ვერ ავიღებ 100%-იან და ვერც 70%-იან რაღაცა ვალდებულებებს ჩემი შვილის გამო ძალიან ბევრ რამეზე ამ ეტაპზე ვამბობ ბევრ შემოთავაზებაზე მithქვამს უარი, ბევრ ადგილას არ წავსულ უარი, ну როგორც ხდება ხოლმე. იმიტომ რომ სრულად გადავწყვიტე შვილის პასუხისმგებლობის აღება და ამ შემთხვევაში არ გადავაბარე დედამთილს, დედას, ბებიას, ბაბუას და ასე შემდეგ. და მეც ვთვლი რომ როდესაც თხოვდები პასუხისმგებლობები უნდა ქონდეს ადამიანს გააზრებული. ის რომ შვილს აჩენდა ხა დედამთილის სახლში დამიჯდება და რას მიკეთებს გამიზრდის, ჩემს შემთხვევაში ასე ვერ იქნება. ჯერ ბიჭიც არ მყავს, მაგრამ ნუ ზოგადად რო ვისაუბროთ, ასე არც იქნება, ვერ იქნება, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი ცხოვრება და მერეც ჩემი ცხოვრება მექნება. ჩემი საქმეები მაქვს, ჩემი მიზნები მაქვს, ჩემი ოცნებები მაქვს და ზოგადად ჭირდება ამოსუნთქვა. ერთია, როდესაც იტოვებ თუნდაც რამდენიმე დღით, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ, რა თქმა უნდა, და ძალიან ჩართული ვიქნები ჩემი შვილის ცხოვრებაში, თუმცა ისე რომ მე ჩემი ცხოვრება წიგნივით გადავფურცლო და გადავწყვიტო რომ სრული პასუხისმგებლობები ავიღო, ასე ვერ იქნება, არ იქნება და მგონია რომ არც არის სწორი. რადგან დედამ და მამამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შვილზე, შვილის გაზრდაზე, აღზრდაზე, განვითარებაზე და აბსოლუტურად ყველაფერზე. მაგრამ თუ რაღაცები ვერ ხერხდება, თუ რაღაცები ხდება, ამისთვის არსებობს ძიძა. და ამ შემთხვევაში ვიარსებებ მეც, რომელიც ძალიან დიდწulis შევიტან, მაგრამ ისი არა, რომ ჩემი ცხოვრება სრულად გადავდო და მივხედო ბავშვს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მეყვარება. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. ახლაც დედა ჩემს ვუტოვებ ხოლმე, როცა ამის საჭიროება მოითხოვს, დედა ახლახან ჩამოფრინდა და ძალიან ცოტა ხნით რჩება ჩვენთან და ისევ მიფრინავს და ისიც კი მერიდება, რომ რაღაცა გარკვეული დროით ვუტოვებ ხოლმე და ნუ იქნებით სრულად დამოკიდებულები სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ მე პირადად არ მინდა სხვისი აღზრდილი შვილი. მირჩევნია თავად აღზარდო ისე როგორც ვიცი, ერთად განვითარდეთ, ვიდრე მე რაღაცები სხვას ვაბრალო, რომ ეს ასე არ მომწონს, ის ისე არ მომწონს, რამდენი გვსმენია ჩვენ, რომ არის ხოლმე ომი, რომ ეს ქცევები იმისგან აქვს, ასე ასწავლეს ისე. ამიტომ თავად უნდა იყოთ მეგობრებო პასუხისმგებლობები. ხო და ამ ყველაფრის მერე უფრო მეტად მიკვირს, რატომ ატყდა ასეთი ამბავი, რატომ არის ასეთი ლანძღვა ჩემზე, ანუ რამე ცუდი ვთქვი?
რატომ გონიათ რომ ცუდია ის რომ დედამ და მამამ უნდა აღზარდოს საკუთარი შვილი უკაცრავად ანუ ვინ უნდა ვერ ვიგებ არ ვიცი შეიძლება რაღაცა სხვა პლანეტაზე ვარ მე ჯერ და ვერ დავეშვი რეალობაში არ ვიცი მაგრამ რა ვიცი რო თხოვდები ცოლი რომ მოყავს რომ იცი რომ ვალდებულებები უნდა აიღოთ ძალიან ბევრი ერთია დაგეხმარო მაგრამ მეორეა მე დედას ვერ შევუცვლი და მამას მით უფრო ვგიჟდები როცა ეს ვალდებულებებში გადადის ხოლმე და ვალდებულებებში უტარებენ და აი ბევრი კომენტარი შემხვდა რატო ვალდებული არ ხარ ეს ალბათ უფრო გამწარებული რძლების კომენტარები იყო მაგრამ არ ვარ არც მე ვარ ვალდებული არც ჩემი დედამთილი არ არის ვალდებული შვილი გამიზარდოს დახმარება ერთია მაგრამ ის რასაც კომენტარებში მეწერდნენ რომ შენ ახლა ვალდებული ხარ თუ რაღაც არ ვარ ვალდებული მეგობრებო არც ჩემი დედამთილი არ არის ვალდებული არც დედა არ არის ჩემი დედა ვალდებული მას მხოლოდ საკუთარ შვილთან ქონა ვალდებულებები რომელიც ვარ მე და ახლა მე მაქვს უკვე ჩემი ოჯახი და ჩემი ვალდებულებები მაქვს ამიტომ უცნაურია ხოლმე მსგავსი რაღაცების გამო ამხელა ჰეითი ვერ აგიხსნით ხალხო რა ხდება დოდონას ბლოგზე არ ვიცი და ერთმანეთს ვეჯიბრებით ხალხო ლანძღვაში იმიტომ რომ საკუთარი სახე გაქვთ დაკარგული აი მით უფრო გიჟდებ ისეთ ადამიანებს პატარა ბავშვების ფოტოები რო უდევთ ეკლესიის სურათები რო უდევთ სანთლების ფოტოები რო უდევთ და გეუბნებიან რომ იმედია სახლში ცოცხალი არ მიხვალ ანუ რატო რა დაგიშავე იმიტომ რომ მე ჩემი პოზიცია მაქვს იმის გამო რომ არ მესმის რატომ უნდა გავზარდოს ხვისი შვილი მე რა რო შვილია ის ხვისი შვილია მაინც არ მესმის ვერასოდეს გავიგებ არასოდეს მესმოდა ეს არ არის ვალდებულება ხალხო ვალდებულება უნდა ვიცოდეთ რაში გვაქვს რაში გვევალება ეს ყველაფერი მაგრამ ცოტა სუბუქად შეხედეთ რაღაცებს თორე იმაზე ადრე დაბერდებით ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ თქვენი ნეგატივი ისევ თქვენ შეგჭამთ თორე წავიკითხე ავსკროლე თქვენ შეგჭამთ დამიჯერეთ შებებერო კომენტარს რო დამიწერთ ხო კარგით ვიქნები ბებერი მაგრამ თქვენგან გასხოვებით ადამიანობა შენარჩუნებული ნახვამდის